მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილ გაქვთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. დღეს რატომღაც ვფიქრობ, რომ საინტერესო არის, რა შეიძლება შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, აი სამყარო რას გიმზადებთ, ხომ? საინტერესოა ეს ყველაფერი. ჩემი აზრით და არავინ და არაფერი არ ჩაიფიქროთ, უბრალოდ ორიენტირდით საკუთარ თავთან. განათავისუფლეთ თქვენი ენერგიები და ვნახოთ, რას გიმზადებთ სამყარო, ხო? ანუ რა შემოდის თქვენთან ის ასპექტები, რაც მნიშვნელოვანია, ხო? დადებითი ასპექტები, რა თქმა უნდა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენს ენერგიებს ვნახავთ, რა ენერგიებში ხართ ახლა ამ ეტაპზე ამ წუთას, რომ მიხვდეთ თქვენია თუ არა ეს გასვლა. ნახოთ, თქვენი ენერგიები. რა ენერგიებში მყოფებით თქვენ? ესე ვიტყოდი, რომ რაღაცა სწავლების ენერგიებში ხართ. ადამიანი, როდესაც ძალიან ბევრი გამოიარა, ბევრი სიტუაცია ქონდა, სირთულეებით, კარგი მომენტებით, ხომ? ეხლა ამ ეტაპზე ხართ, აი ადამიანი, როდესაც თავისივე შეცდომებით, თავისივე ქმედებებით მიდის იმ ცოდნამდე, რომელიც შეიძლება სხვებსაც გავიზიაროს, ხომ? ერთის მხრივ სწავლობთ, მეორეს მხრივ აზიარებთ. შეიძლება კოლეგების მიყურებდეს, შეიძლება ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად არიან დაკავშირებული ფსიქოლოგიასთან, შეიძლება ითქვას მასწავლებლები, თქვათ პედაგოგები, რომლებიც ჩართულები არიან რაღაც პროცესში, სწავლების პროცესში, ხო? აი, რაღაცა ესეთი ადამიანი მოვიდა სასაუბროდ. კიდევ რა ენერგიებში ხართ? ადამიანი, რომელმაც ნახეთ, აი, ზუსტად ის მომენტია, თქვენ გაიარეთ ძალიან ბევრი, ისწავლეთ, უკვე იმ დონემდე ხართ, რომ სხვასაც ასწავლოთ და ეხლა ხართ იცით როგორ ენერგიებში კიდევ, როდესაც კმაყოფილი ხართ, ვიტყოდი, კმაყოფილი ხართ იმით, რასაც მიაღწიეთ. ნახეთ, როდესაც ადამიანი ყველაფერს აკეთებს მარტო, როდესაც ადამიანი ყველაფერს თავისით აღწევს, ხომ? ან ნებისმიერ მდგომარეობას, ნებისმიერ სიტუაციას. არ აქვს როგორი სირთულეც არ უნდა იყოს და გადალახავს თავისით გავა ფონს. საბოლოო ჯამში ამ ადამიანს საკმაოდ თავდაჯერებულობა ემატება, ხომ? რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, აი თქვენ ხართ თავდაჯერებული დღესდღეობით, ხო? აი რაღაცა დარწმუნებული ხართ საკუთარ შესაძლებლობებში, ესე ვიტყოდი. კიდევ რა ენერგიებში ხართ? ხო, აი, უკვე იცით, რა გადაწყვეტილება მიიღოთ, რა მომენტში, როგორ მოიქცეთ და თქვენ გაქვთ კიდევაც, აი, ეხლა გახართ როგორც, აი, არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა იყოს, ხო? თქვენი ენერგიები, რასაც ამბობენ, არის ის მომენტი, რომ ნებისმიერი თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თქვენ და სასიკეთოდ გამოდგა. შეიძლება ცოტა ისე გამოვიდეს, მაგრამ თქვათ პარტნიორს დაშორდით, ხო, რომელიც თქვენს ენერგიას ჭამდა, თქვენს ფინანსურ მდგომარეობას აუარესებდა, თქვათ, ხო, როცა ადამიანი არ დებდა თქვენთან არაფერს, დაშორდით, გაუშვით ეს ადამიანი, ხო, თქვენ ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, თქვათ, სამსახურში, სადაც არ მოგწონდათ სიტუაცია, წამოხვედით, ხო, შეცვალეთ მდგომარეობა. რა თქმა უნდა, თქვენ ხართ ახლა გამარჯვების, წარმატების, იმ ენერგიების მატარებელი, როდესაც ხო გეუბნებით საკუთარ ტყავზე, საკუთარ მენტალურ მდგომარეობაზე, რომ იმუშავა, იშრომა, გავიდა ფონს, გამოვიდა ყველა მდგომარეობიდან და დღეს უკვე არის იმ სტადიაში, როდესაც სხვასაც შეუძლია გაუზიაროს თავისი ცოდნა, თავისი გამოცდილება, თავისი შეხედულებები, ხო? რაღაც ხელი გაუწოდოს
იმ მდგომარეობებში, რომელიც მარტომ გადალახა, ხო? აი რაღაცა ესეთ ენერგიებში ხართ. კიდე რა ენერგიებში ხართ, ხო, ნახოთ. ხო, ადამიანი, რომელმაც პრობლემების სიტუაცია, ანუ პრობლემების მდგომარეობა, თავისი ყველა მომენტი ცხოვრების ძირფესვიანად გამოიკვლია, ხო? აქ არის დაკიდებული კაცი არკანი და ნახეთ, ხშირად ვინც მისმენს, ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ დაკიდებული პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დაბლოკილი გაქვთ და არაფერი არ შეიძლება გააკეთოთ. როგორც არ უნდა ხელფეხი გქონდეთ ჩეკრული, ამიჯერად რომ დაკიდებულ პოზიციაში, როდესაც თავდაყირა უყურებთ ყველაფერს, შეიძლება იმდენად საინტერესოდ დაინახოთ თქვენი ცხოვრება, სიტუაციები, ხო? რაც ადამიანებსაც იყურება პირდაპირ მდგომარეობით. ყოველთვის როგორი მომენტია იცით, რომ აი ხედავთ იმას, რასაც ხედავთ, ხო? აი უბრალოდ ვუყურებ პოზიციას, მაგრამ მეც თუ ამომაყირავებენ და მეც თუ ამოყირავდები, ხო? ადამიანს დავინახო, რომ ჩვეულებრივად სწორი დგომა აქვს, ხო? ანუ სწორად არის, ანუ არაფერი დაკიდებული არ არის, ხო? არანაირად. აქ არის ეს არკანი ძალიან სხვანაირი არკანი არის ამ დასტის და ეს არის როგორი მომენტი, იცით, როდესაც თქვენ აი იმ პრობლემებს, რომელიც გიქმნიდათ შებოჭვას, რომელიც გიქმნიდათ რაღაცა ბლოკებს ძირფესვიანად ჩაყევით, აი ხეთ აქ ამ პრობლემის ფესვები რაც იყო, ის გაარკვიეთ და იქედან დაიწყეთ მუშაობა. იქედან გამოიყვანეთ თავი, ესე ვიტყოთ. კარგით, ნახოთ, რას გიმზადოთ სამყარო, რა სიტყვის. სამყარო გიმზადოთ პირველ რიგში ურთიერთობას, პირად ურთიერთობას, რომელიც მე არ ვიტყვი იმას, რომ აი რაღაცა უცებ შეხვდებით და თქვენ რაღაცა გადაირევით, ანუ რაღაც ის გადაირევა. არა, ეს იქნება ურთიერთობა, სადაც ძალიან საინტერესო როგორი მომენტი, ემოციურ გაცვლას შეძლებ. ეს იქნება ფლირტი, რომელიც დაგაფიქრებთ რაღაცებთან მიმართებაში კიდევ უფრო თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიტუაციას დაინახავთ ურთიერთობისას, ხო? არკანი ერთი. ასრულებთ ყველა იმ ანუ თქვენს ცხოვრებაში ორი არკანია მოვიდეთ, გრევის და 10-იან ხმა. რას გიმზადეთ სამყარო? მე ესე ვიტყოდი, რომ ყველა იმ მდგომარეობას, რომელიც ხელს გიშლიდათ თქვენს ფინანსურ მდგომარეობასთან მიმართებაში, რომელიც ხელს გიშლიდათ თქვენს პირად ურთიერთობასთან დაკავშირებულ მდგომარეობაში, როდესაც ხელს გიშლიდათ მენტალურად თქვენი განვითარებისთვის, თქვენს ჯანმრთელობას უქმნიდა პრობლემა, ეს ყველაფერი წავა. ეს ყველაფერი დასრულდება და დამთავრდება. შეიძლება ითქვას, რომ აი ეს მდგომარეობა, რაც კი თქვენთვის იყო ხელი შემშლელი ბლოკების, ან თუ აქ რაღაც მომენტში ნეგატიური მდგომარეობაც ვინმეს ჰქონდა და ნახეთ, ვთქვათ, არის რომ წმენდები ჩაიტარა რაღაცა გაჯანსაღებისთვის, ან უყურა უბრალოდ, ან უბრალოდ ნახეთ, შეიძლება არც ერთი გააკეთა და არც მეორე, მაგრამ სამყარო ჩათვალა, რომ საკმარისია ის, რაც აქამდე გამოიარეთ. ნახეთ, ყველა ადამიანს აქვს რაღაცა აღმავალი პერიოდი, ხო? რაღაცა პერიოდი თუ თქვენ დაღმა მოდიოდით, სამყარომ და თქვენი
ნახეთ, ის კი არა რომ დაეცით და ის კი არა რომ თქვათ გაბოროტდით ან რაღაცა მსგავსი დამოკიდებულება გაგიჭირეთ ან სამყაროს მიმართ იყავით რაღაც უმადურად ხომ? არა. თქვენ ამ ყველაფერს იღებდით ისე როგორც უნდა მიგეღოთ, გქონდათ სტრესები, მაგრამ მაინც არ კარგავდით იმედს. მაინც არ ამბობდით აუქს ვინმეზე, სხვას არ ადანაშაულებდით თქვენს პრობლემებში და შესაბამისად სამყარომ ჩათვალა, რომ საკმარისი არის. ანუ თქვენ თუ კი რაიმე მდგომარეობა იყო ხელოვნურად შექმნილი, თქვენგან შექმნილი, გარემოებებიდან და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და ეს ყველაფერი უნდა წავიდეს თქვენგან და თქვენთან უნდა მოვიდეს სიმშვიდე, სტაბილურობა, სიმყარე, ბედნიერება, ხო? სადაც თავს იგრძნობთ ბედნიერად, სადაც თავს იგრძნობთ მყარად, სადაც თავს იგრძნობთ სასურველ ადამიანად, ხო, ესე რომ ვთქვათ. მას კი მზადებს კიდევ სამყარო. კიდევ მეტ ინფორმაციას მოგცემთ სამყარო, მე ესე ვიტყოდი. დაგაძლევინებთ იმ პატარ-პატარა ბრაზებს, რომელიც შეიძლება იცით რა მომენტი, ნახეთ, ბრაზდებით საკუთარ თავზე, რომ აი უფრო ადრე შემეძლო მემუშავა საკუთარ თავთან. და დავკარგე წლები იმისთვის, რომ მე გამოსულიყავი ამ მდგომარეობიდან, ხო? თქვათ, ურთიერთობაში ვიყავით, რომელსაც უკვე წლებია ენერგია მიაქვს და არაფერი არ მოაქვს და თქვათ 10 წელიწადი და 5 წელიწადი რომ ესეთ ურთიერთობაში ხართ, შეიძლება ამაზე ბრაზობთ, რომ რატომ უფრო ადრე არ გავაკეთე და თქვათ 5 წელი რატო გაუძლო და თქვათ 1 წელიწადში როგორც კი მივხვდი რომ ეს 1 წელი არაფერს აღარ მაძლევდა ეს ურთიერთობა იყო თუ სამსახური იყო თუ არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი მდგომარეობა რატომ არ დავასრულე აი ამ ბრაზებსაც გაიტანთ ან ნახეთ თქვენი სულიერი სიმშვიდის პერიოდი უნდა რომ შემოიტანოს სამყარომ თქვენთან ხო, ну, აშკარად ადამიანი შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ადამიანი, რომელიც ძალიან მიზანმიმართულია, მე გეტყვით, რომ ანუ თავიდანვე პირველი რასაც გიმზადებთ, ეს არის პირადი ურთიერთობის მდგომარეობა, სადაც თქვენ გიქნებათ ფლირტით, ხო? და ნახეთ, ეს ფლირტი არა მარტო ფლირტად დარჩება, არამედ თქვენს გვერდზე მოდის ადამიანი, რომელიც საკმაოდ ისეთი მიზან დასახული ადამიანია, საკმაოდ ძლიერი ადამიანია. გეტყვით, რომ ეს ადამიანი არის ესეთი ქარიზმატული სხვათა შორის, საკმაოდ ესეთი ენერგიებით, შეიძლება ეს არ იყოს რაღაცა სიმპათიური კი არა და როგორ ვთქვათ, ახლა ალენ დელონიო რო იძახიან ხოლმე. ვთქვათ, ესეთი ადამიანი რაღაც ვიზუალურობით ძალიან გამომდინარე ვიძახი, მაგრამ ეს ადამიანი იქნება იმდენად სულიერად მომხიბვლელი, რომ ნამდვილად დაიპყრობს იმ თქვენს ნატკენ დაღლილ გულს, როდესაც მოგიტანთ სიმშვიდეს და წარმატებას. შესაძლებელია, რომ იყოს ცეცხლის სტიქიის ადამიანიც, ესე ვიტყოდი, და ადამიანი, რომელიც ველაფერს ჩადებს ურთიერთობაში, რატომღაც ესე მომდის. საკმაოდ ნებიანიც. კიდე რა შემოხს სამყაროს თქვენთან. სამყარო თვითონ შემოაქვს ის, რომ თვითონ სამყარო აი ამ გაშლის შემდეგ ესე ვიტყვი შეიძლება ითქვას, რომ სამყარო შემოიტანს თქვენში ყველა შესაძლებლობას და მოგცემთ აი იცით როგორი მომენტები შემოაქვს სამყაროს, როდესაც შეიძლება თქვათ, რომ აი არაფერი გამიკეთებია, არც იმდენი ენერგია ჩამიდია, ან სამსახურის ძებნაში, ან რაღაცა თქვათ ვინმესთან ურთიერთობაში, ან არა აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ რამეში,
არ ჩამედია იმდენი ენერგიები, არ მქონია იმდენი მცდელობები, რომ აი თქვა რაღაცა ის შეცვლილიყო, მაგრამ თვითონ აი სამყარო ვეთქვამ პოდნოსით მოაქვსო რაღაც ყველაფერი, ხო, აი რაღაცა პოდნოსზე დადებული მოიტანს ამ ყველაფერს, იმ ურთიერთობასაც, იმ სამსახურსაც, იმ მდგომარეობას, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი და საჭირო არის. ხო, რაღაცა სამყარო აშკარად იმდენად გამოგზარდათ შეიძლება სამყარომ თქვას, რომ ჩათვალა, რომ უკვე ხართ მზად იმისთვის, რომ ყველაფერი მიიღოთ სამართლიანად, რა თქმა უნდა. აი ეს ყველაფერი თქვენთან მოდის სამართლიანად. იმიტომ გითხრათ, აი თქვენ იმდენი გაქვთ გამოვლილი, აქ იმდენად გიმუშავიათ საკუთარ თავზე, რომ სამყარო ამბობს, რომ სამართლიანად გეკუთვნით ყველა ის მდგომარეობა, რომელსაც გამოგიგზავნთ, ყველა ის სიკეთეები, რომელსაც თქვენ მოგიტანთ, ხო? ეს არის ის ემოციები, ის ზრუნვა, ის ყურადღება, შანსები, აი, არ ვიცი, აშკარად სამყარო გაძლევთ ძალიან დიდ შანსს. აი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს თქვათ შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს რაღაცა ბოლომდე დასრულებული და რაღაცა პრობლემის წინაშეც იდგეთ, გეტყვით, რომ აი ამ პრობლემასაც იმდენად მარტივად გადავახავთ, იმდენად მარტივად შეძლებთ ამ ყველაფრის დასრულებას, ამ ყველაფრის დამთავრებას, იმდენად სწრაფად იქნება ეს მომხდარი, რომ თქვენ თვითონაც მგონი გაკვირვებული დარჩებით, რომ რანაირად მოხდა. ხო, აი თუ კი ეხლა აი ამ ეტაპზე გაქვთ კიდევ რაღაცა პატარ-პატარა შემორჩენილი მომენტები, როდესაც შეიძლება ითქვას უფრო ალბათ დაღლილობა, იმედგაცრუება, შეიძლება ხო, აი რაღაც ესე ვთქვათ ისეთი პრობლემები, რომელიც თქვენთვის უკვე ძალიან დავიღალეს მომენტი, როდესაც არის სამყარო, აი ყველაფერს ასწორებს, ყველაფერს ალაგებს, ყველაფერს საშუალებას გაძლევთ, ესე რომ ვთქვათ, ხო? აქ კიდევ ერთხელ გქონებთ, აქ ძალიან დიდი ცოდნა მიიღეთ თქვენ და არ შეგეშინდეთ, ეს არის ბოლო მომენტი, ბოლო ყველაფრის იმ ტკივილების, რომელსაც გადიხართ, თქვათ, თუ კიდევ გადიხართ რაიმე მდგომარეობას, სამყარო გიმზადებთ იმას, რომ თქვენ იქნებით ძალიან ბედნიერი. აქ თუ იყო ის მომენტი, როდესაც არ ვიცი რატომღაც ეს ინფორმაციას წონდის, თუ ვინმესთან არის ისეთი მდგომარეობა, რომ აი შვილის ყოლის მდგომარეობა, რომ არ გამოდის რამოდენიმე წელია გაქვთ ოჯახი და არ გამოდის, ხომ? ამისთვისაც გამზადებთ სამყარო. აქ მოგცემთ სამყარო იმის საშუალებას, რომ შექმნათ, გყავდეთ შვილი, ოჯახი, წარმატებული იყოთ, ბედნიერი იყოთ. კიდევ უფრო მეტად გაალამაზოს თქვენი სული, ხო? იმპერატრიცა, ამიტომ ეს არკანი ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს და ჩემ Facebook ვერცეც მეყენია ზუსტად ეს არკანი. ეს არის საოცარი სილამაზე, ესე რომ ვთქვათ, ადამიანის სილამაზეს ყოველთვის სულიდან მოდის. სულში ბოროტი ადამიანი როგორი ვიზუალითაც არ უნდა იყოს, ლამაზი არასოდეს არ არის და თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ აი შეიძლება ძალიან ლამაზი სახე ქონდეს ვიზუალი, მაგრამ რო შეხედავთ, აი იგრძნობთ, რომ სულში ის ადამიანი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. სილამაზე სულიდან მოდის. თუ სული არის ლამაზი ადამიანი, მახინჯი არ არსებობს, აი არ არსებობს. და სამყარო გიმზადებთ აბსოლუტურად აი იმ სიკეთეს, იმ სილამაზეს, იმ ენერგიებს, რომელიც თქვენთვის იქნება
იმ ტკივილების, იმ პრობლემების, იმ განცდების, როდესაც გგონიათ, რომ აი აღარაფერი აღარ გამოვა და უკვე ყველაფერი დასრულდა, აი ზუსტად მაშინ მიიღებთ ამ ყველაფერს. აი ეს არის თქვენთვის, მე ესე ვიტყოდი ჯილდო, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად დასტის ფონიც ქურუმი ქალია და დასაწყისი დაიწყო იეროფანტით. ნახეთ, თქვენ იმდენად ისწავლეთ, იმდენად შეისწავლეთ ყველაფერი. აქ ხოლმე კოლეგებიც ახართ და თქვათ კოლეგებმა, რომელმაც იციან რა არის რაღაც სულიერი მდგომარეობა, ხო? ყოველთვის გვიწევს შრომა საკუთარ და დიდი ბრძოლების წინაშე დგანა ხოლმე, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი საქმე, განსაკუთრებით თუ კი პრაქტიკოსები ვართ, ხო? ანუ ვინც პრაქტიკას ატარებს, ყველამ კარგად იცის, რომ გამოწვევებით ძალიან დიდია. ამიტომ აქ რაღაცა შეიძლება სტუნებების მომენტიც იყოთ და დაიძლია ძალიან წარმატებით და კარგად, ხო? აქ ადამიანმა მიიღო ის ცოდნა, ის ჰარმონია, რომელიც აუცილებელი არის სულსა და სამყაროს შორის. მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ადამიანებმა ძალიან დიდი დრო დაუთმეს საკუთარი ცოდნის, საკუთარი შინაგანი სწავლებების მდგომარეობას, ხო? როდესაც არა მარტო რაღაც უბრალოდ სწავლობთ, აი რაღაც უბრალოდ ვისწავლეთ, როგორ შევცვალოთ მდგომარეობა, არა, აქ ძირფესვიანად, აი თუ კი რამე შეიძლებოდა რომ ესწავლა, აქ ადამიანმა ისწავლა. აქ ადამიანმა შეძლო ამ ყველაფრის სწორი მიმართულებით დაძლევა, ხო? კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ აი კარმული მომენტებიც შესაძლებელია იყოს, რომელიც ნახეთ, ასევე სწორად გაიარეთ და სამყარო თვლის, რომ თქვენ იმსახურებთ უკვე იმ სიკეთეს, რომელიც სამართლიანად იმსახურებთ თან იმას, რასაც გიმზადებთ, ხო? იმ ყველაფრის დასასრულს, რომელიც თქვენთვის მიუღებელია. რას გიმზადებთ კიდე? ნუ არ ვიცი, მე აქ ალბათ ესე ვიტყოდი, რომ ადამიანთან მოდის ერთი ორი. ანუ აქ გიმზადებთ იმას, რომ მე ესე ვიტყვი, რომ სულ მალე შესაძლებელია, რომ ადამიანები, რომელსაც არ ყავთ ოჯახი, თქვათ, შექმნან ოჯახი, ვისაც ყავს, კიდევ უფრო მეტად გამყარდეს და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს მათი ურთიერთობა, ხო? აი დაიძლიოს ყველა ის შიშები, ის პრობლემები, რომელიც მათ ოჯახში არის, ხო? არ ვიცი, მე სამყაროს ვიტყოდი, აქ სულ უმაღლესი არკანები წამოვიდა ერთი მანეთზე მიყოლებით და ვიტყვი, რომ აი გილოცავთ იმას, რომ თქვენ ყველა ის პრობლემა იმდენად სწორი ნაბიჯებით გაიარეთ და იმდენად სწორი მიმართულებით გაიარეთ, რომ ნამდვილად დაიმსახურეთ ბედნიერი ურთიერთობები, ბედნიერი სიყვარულის ისტორია, ხო? კარგი ფინანსური შემოსავლები, სულიერი სიძლიერე, ხო, გონებრივად. ანუ თქვენ მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ადამიანმა ეს ყველაფერი ნამდვილად დაიმსახურა და როგორი მომენტია, აი გაუძლო ყველანაირ დარტყმას, ყველანაირ ცდუნებას, ყველანაირ აი ხშირად შეიძლება ითქვას, რომ როგორ თქვა, უსამართლოდაც კი მიგიღიათ ტკივილი, უსამართლოდაც კი მიგიღიათ რაღაცა ისეთი სიტყვა, რომელიც არ გეკუთვნოდათ და არ იმსახურებდით, მაგრამ აი ისიც კი იმდენად დაითმინეთ და ისიც კი იმდენად მიმღებლობით მიიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ არ გეკუთვნოდათ და არ გადაუხადეთ სამაგიერო, შეიძლება ითქვას ამ სიტყვის პატრონს, რომ
სამყარო ჩათვალა, რომ თქვენ ნამდვილად ის ადამიანი ხართ, რომელმაც ყველაფერი უნდა დაიწყოს თავიდან, ყველაფერი უნდა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, ახალი ენერგიებით, ახალი წამოწყებიდან. მე არ ვიცი, ესე ვიტყვი, რომ თქვენ გახდით თქვენი ცხოვრების მაგი, თქვენ გახდით თქვენი მომავლის ბედნიერი მომავლის მაგი, ესე რომ ვთქვათ, ხო, თქვენი უკვე შეგიძლიათ სადავეებს მოკიდოთ ხელი და ისე როგორც თქვენ გინდათ, ისე როგორც თქვენთვის არის საჭირო, აი სწორი მიმართულებით წახვიდეთ და აქ უკვე როგორი მომენტით, რომ აი რასაც თქვენ მოინდომებთ და ჩაიფიქრებთ და თქვენს ოცნებებსკენ ნაბიჯებს გადადგავთ, სამყარო ყველა იმ წინაღობას გაგარიდებთ და გაგაცვლით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, აქ თუ მაგიური ზემოქმედების ქვეშაც იყო ვინმე ადამიანი, ნამდვილად მადლიერი უნდა იყოს სამყაროსი, რომ თუ არ ჩაგიდიათ არანაირი შრომა და არ გაგიკეთებიათ არაფერი იმისთვის, რომ გამოსულიყავით, სამყარომ ისეც კი დაბლოკა და ესეც კი გაგარიდათ, იმიტომ რომ თქვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ოჯახ გილოცავთ, კარგად გაქვთ ნამუშევარი საკუთარ თავთან, საკუთარ ენერგიასთან, ისე რომ სამყარო რას გიმზადებთ, ეს არის ის დიდი ბედნიერება, რომელიც გელოდებათ წინ სულ მალე. და მოდით მაინც მე მოვიშველიათ დასტას. დაახლოებით პერიოდი მინდა ნახო, როდიდან იქნება ეს ყველაფერი მაინც. როდიდან იქნება ის შეგრძნებები წარმატების, რომელიც თქვენსკენ მოდის ხო? ეს ახალი წლიდან იქნება, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გასუფთავების მდგომარეობაში ხართ, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ აქ ადამიანებს არის კიდე რაღაც პატარ-პატარა შეიძლება პრობლემების და დაი პატარ-პატარა კუდები რო არის, ხო, მორჩენილი, ესენიც დასალაგებელი გაქვთ და ამაშიც მოგეხმარებათ სამყარო და თქვენ უკვე განახლებულ ცხოვრებას, განახლებულ ენერგიებით, წარმატებული ენერგიებით დაიწყებთ იანვრიდან და იანვრიდან თქვენთვის ახალი ფურცლიდან, ახალი ცხოვრების, ახალი ეტაპი იწყება. ასე რომ მე გილოცავთ, არაჩვეულებრივად გაიარეთ, ესე რომ ვთქვათ, საკმაოდ ძლიერად გაიარეთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის, გჯეროდეთ საკუთარი მიზნების, ნამდვილად იმსახურებთ ბედნიერებას, იმსახურებთ ურთიერთობებს ისეთ, როგორიც არის ორმხრივი ურთიერთობა, მატერიალური მდგომარეობაც რა თქმა უნდა და მე გეტყვით, რომ ძალიან სასიამოვნო არის, როდესაც ადამიანები ესე შრომობენ საკუთარ თავზე და ესე იხარჯებიან და მიუხედავად ყველა დარტყმისა, მიუხედავად ყველა პრობლემისა, ძალიან რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე, სიკეთე, არ გაგიჩნდეთ სხვა ადამიანების მიმართ რაღაც აგრესია, ძალიან რთულია ეს, როდესაც ადამიანს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს და თან როდესაც ერთბაშად ყველა მხრიდან დარტყმას იღებს, სიმშვიდე რომ შეინარჩუნოს და გონიერება შეინარჩუნოს, ეს ძალიან რთულია და პლუს მაგას შეინარჩუნოს ერთი და კიდევ უფრო მეტად და მეტად ჩაიხედოს სიღრმისეულად და კიდევ უფრო მეტად განავითაროს, ეს არ არის მარტივი ქმედება. მე თვითონ მაგამოცდილი და ვიცი რაც არის ეს და ძალიან ძნელია ამის ერთი შეხედვით შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რაღაც რა უჭირს, მაგრამ არა, აქ ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული, უგრძნობ რამხელა ტკივილების ფასად არის აქ მიღწეული ის მომენტი, რომ ყველაფერი ყოფილიყო სამართლიანი, ყველაფერი ყოფილიყო გაანალიზებული, გააზრებული და სწორი მიმართულებით
გემოქმედად, ასე რომ იანვრიდან ახალი ურთიერთობები, ახალი ცხოვრება, ვისთვისაც შვილები არის ისიც ვთქვათ დღის წესრიგში ოჯახი, შვილები, მეუღლე და კიდევ უფრო მეტი განვითარება და წინსვლა. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებთ, დიდ სიხარულს გისურვებთ და ასრულებული იყოს და სამყაროს თითოეული სიტყვა, რომელიც ეხლა მე აქ მომვიდა და წავიკითხე, ყველაფერი ვისთვისაც რა არის მნიშვნელოვანი, ყველას აქ სრულებოდეთ. დროებით.